მოგესალმებით საღამოს 9-ზე დღის მთავარ თემებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე თამთა სანიკიძე წარმოგიდგენთ. რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მოდულში დაიბარეს. რას ედავებიან ვერა ქობალიას? მე ნებისმიერ ვარიანტში დაძვალ თანამშრომლო გამოძიებასთან ნებისმიერ საკითხზე, რომელიც დაკავშირებული არის ეკონომიკის სამინისტროსთან. რუსულ ბაზარზე ქართულ ღვინოს ემბარგო მოეხსნება. დაგემოვნა თუ არა ვლადიმერ პუტინმა მეცხრე არხის ჟურნალისტის მიერ ნაჩუქარი ქართული სასმენი. ქართული ღვინო ხარისხიანია. სოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წესები უნდა დავიცვათ. ღვინის სამშობლოზე სხვა ვერსიებიც არსებობს. ეს არის საკმაოდ ძლიერი პარტნიორი, რომლის ნდობა ძალიან ძნელია, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ სხვა არჩევანი არ აქვს. პრეზიდენტის ვეტო პარლამენტს მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას ეწინააღმდეგება. უკანონო პროექტი დარჩება დღევანდელი სახით. მე გამოვიყენე პრეზიდენტის ვეტოს უფლებას და ამ კანონ პროექტს დავადებ ვეტოს. დაადოს ვეტო და ის მიიღებს პასუხს დამოუკიდებელი პარლამენტისგან. ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვა გრძელდება. ამჯერად გამოძიების შეკითხვებს ვერა ქობალია პასუხობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ექს-მინისტრი მოდულის შენობაში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსნის დაბარება ქართულ ბანკს უკავშირდება. შენობაში შესვლის წინ ქობალიამ თქვა, რომ გამოძიებასთან აუცილებლად ითანამშრომლებს. შენი ბრალია. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ჩაგვართვება ახლა მოდულის შენობიდან. ვასილ, დასრულდა თუ არა ქობალიას დაკითხვა? ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი მოდულის შენობაში რამდენიმე საათის წინ საკუთარ ადვოკატთან ერთად მოვიდა. ის მოწმის სტატუსით დაიბარეს. მისთვის უცნობია თუ რასთან დაკავშირებით არის იგი დაბარებული მოდულის შენობაში, თუმცა მზად არის, რომ ნებისმიერ კითხვას უპასუხოს. მე მათ ხერხევალი მომკვდა. შენი ბრალია. ვარაუდობ ალბათ დაკავშირებული არის რამდენიმე უძრავი ქონების საკითხთან, მაგრამ მართლა არ მოუწერიათ დეტალები რა საკითხია. მე ნებისმიერ ვარიანტში დაძვალ თანამშრომლო გამოძიებასთან ნებისმიერ საკითხზე, რომელიც დაკავშირებული არის ეკონომიკის სამინისტროსთან ან ჩემთან. ერთადერთი მინუსია, რომ ორცულად ვარ, მეხუთე თვეში ვარ და ცოტა რთული ურთიერთობა მაქვს და იმედია ძალიან თითქოს დაკითხვა არ გაგრძელდება. მაგრამ ამის გარდა ნებისმიერ ვარიანტში, ნებისმიერ დროს ვარ მზად ვითანამშრომლო გამოცდილ. დღესვე ქართულ ბანკის გაკოტრების საქმეზე ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ასევე მოწმის სტატუსით დაიკითხა. მისი ადვოკატის დავით ხაჟალიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ამ საქმესთან არანაირი კავშირი აქვს. დაკითხვა მიმდინარეობდა ქართულ ჯგუფთან დაკავშირებულ საკითხებთან. ბატონ ალექსანდრე ხეთაგურს ამ საკითხებთან შეხება არ აქვს არანაირი, იმიტომ რომ ფინანსთა მინისტრად დაინიშნა 2012 წლის 13 აგვისტოს, ხოლო ამ მოვლენებს და ამ საკითხებს ადგილი ჰქონდა გაცილებით ადრე. ამდენად დაკითხვა მიმდინარეობდა ზოგად ფორმატში, იცნობდა თუ არა ის ამ ფირმებს, ან ჰქონდა თუ არა რაიმე შემხებლობა ამ ფირმებთან, რომლებიც ამ საკითხებთან დაკავშირებით ფიგურირებენ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში. ქართულ ბანკის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა როგორც მოწმე მხოლოდ და მხოლოდ და იგი არ ფლობს არანაირ ინფორმაციას ამ ფირმებთან დაკავშირებით, ვინაიდან როგორც ერთხელ უკვე გითხარით, 2012 წლის 13 აგვისტოდან უკავია მას ფინანსთა მინისტრის თანამდებობა იმ პერიოდში და გაცილებით ადრე ქონდა ამ მოვლენებს ადგილი. ვერა ქობალია ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოდულის შენობაში რჩება. გამომდინარე იქიდან, რომ ალექსანდრე ხეთაგური დღეს მოწმის სტატუსით დაიკითხა ქართულ ბანკის გაკოტრების საქმეზე, არ არის გამორიცხული, რომ გამოძიებას ანალოგიური კითხვები ვერა ქობალიასთანაც ჰქონდეს. გმადლობთ, ეს იყო ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომელიც მოდულის შენობაზე საუბრობდა. პირდაპირ ეთერში მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვერა ქობალიას დაკითხვა ამ დრომდე არ დასრულებულა. სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს კი ბრალდება უკვე წაუყენეს. ხვალინდელ სასამართლო პროცესზე გადაწყდება. მიუსჯიან თუ არა ექს-მინისტრებს პატიმრობას. ნიკა გვარამიას 4, ალექსანდრე ხეთაგურს კი 2 მუხლით გაასამართლებენ. ყველაზე მძიმე მუხლი, რომელიც რუსთავიორის გენერალურ დირექტორს აქვს წაყენებული, 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გვარამია და ხეთაგური ბრალდებებს არ აღიარებენ. თელასის დირექტორი და დანარჩენი 2 დაკავებული კი დუმილის უფლებას იყენებს.
ღთამისაღება, ფულის გათეთრება, ყალბი დოკუმენტების მომზადება და გამოყენება. ყოფილი მაღალჩინოსნისა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდებაში ყველაზე მძიმე 2 მუხლია. აქედან ერთ-ერთი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 338 მუხლი ღთამისაღებას ითვალისწინებს, დახმარებაში ედება ბრალი მას. 194 ფულის გათეთრება, 209 ყალბის ანგარიშწორებო დოკუმენტის დამზადება, 372-ს ყალბი დოკუმენტის დამზადება, გამოყენება და ცრუ მეწარმეობაში დახმარება. ნიკა გვარამიასთან ერთად 19 დეკემბერს დაკავებულ დევი კანდელახს, კახა დამენიას, გიორგი ნემსიწვერიძესა და იზაბელა გუტიძეს ბრალი ცრუ მეწარმეობაზე, საგადასახადო დოკუმენტაციის გამოყენებასა და დიდი ოდენობით ღთამისაღებისთვის წაუყენეს. არც ერთი ბრალდებული წაყენებულ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და გამოიყენეს კანონით მინიჭებული დუმილის უფლება. ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრის ორმოხს, რომელიც ღთამისაღებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს, შესაძლოა კიდევ ერთი ქართულ ბანკთან დაკავშირებული ბრალდება დაემატოს. დაამირეკეს და შემატყობინეს, რომ ბატონი ალექსანდრე ხეთაგური უნდა დაიკითხოს ქართულ ბანკის საქმესთან დაკავშირებით მოწვის სტატუსით. თუ რა კითხვები აქვს გამოძიებას მასთან, რა ფაქტების უნდა დაიკითხოს, ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია. არც ერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. გამოძიებას ჩვენება მისცა ნიკა გვარამიამ და ალექსანდრე ხეთაგურმა. სხვა ბრალდებულები კი დუმილის უფლებას იყენებენ. ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ხვალ 11 საათზე გაიმართება. ნიკა გვარამიას ინტელექტუალთა კლუბის წევრები თავდებად უდგებიან და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. დღესვე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის დაკავებას ეხმაურება პრემიერ-მინისტრი. გიორგი მანჯავიძე განაგრძობს ახლა პირდაპირ ეთერში საუბარს. გიორგი, უფრო კონკრეტულად რა განცხადებები გაკეთდა დღეს ყოფილ მაღალჩინოსანზე? რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საკითხს ბიძინა ივანიშვილი გაზეთ რეზონანსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გამოეხმაურა. მე პირდაპირ წაგიკითხავთ მის ამ განცხადებას. გვარამიას შემთხვევაში შემიძლია ჩემი როგორც მოქალაქის, თუ გნებავთ როგორც პოლიტიკოსისაც პოზიცია დავაფიქსირო, რომ იმ აჟიოტაჟის პირობებში ის გამოწვევასაც ესენი მაინც ახერხებენ, უკეთესი იქნებოდა საერთოდ არ აიყვანათ და კარგი იქნება რომ სასამართლომ გაათავისუფლოს. მაგრამ კბილაშვილმაც და წულუკიანმაც კარგად იციან, რომ პრინციპულად ვიცავს სუბორდინაციას და არჩევერები. ეს არის ის განცხადება, რითიც ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა ნიკა გვარამიას. ასევე როგორც ჩვენ აღნიშნე, ინტელექტ კლუბის წევრები მიმართავენ განცხადებით მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს და ისინი თხოვენ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული იქნას პირადი თავდებობა. ეს რაც შეეხება ნიკა გვარამიას, სხვა დაკავებულები ამ დრომდე ჯერჯერობით არავის არ უხსენებია. როგორც იცით, ხვალ 11 საათზე გაიმართება საქალაქო სასამართლოში ზემოთ ხსენებული ადამიანების პროცესი და ამ სასამართლო პროცესის პარალელურად ნაციონალური მოძრაობა აპირებს მცირერიცხოვანი აქციის გამართვას დაკავებულების მხარდასაჭერად. ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი უკვე წაუყენეს. გიორგი მანჯავიძე საუბრობდა თემაზე პირდაპირ ეთერში. და დღის სხვა მთავარი თემები: 6 წლიანი ემბარგო იხსნება ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე დაბრუნდება. ოფიციალური მოსკოვის პოლიტიკური გადაწყვეტილება ლავროვის პირველმა მოადგილემ გაახმოვანა. ერთი დღით ადრე კი ქართული სასმელის მაღალ ხარისხზე პირადად ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა. სიახლეა ისიც, რომ რუსულ დახლებზე დასაბრუნებლად ქართულ პროდუქციას დამატებით მონიტორინგს არ ჩაუტარებენ. ეს ფაქტი ექსპერტებს კიდევ ერთხელ არწმუნებთ, რომ 6 წლის წინ ემბარგოს დაწესებას მხოლოდ პოლიტიკური მიზეზი ჰქონდა. Грузия была последняя страна. საქართველო იყო უკანასკნელი, ვინც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი. ორგანიზაციის წესდებით კი ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებში პრობლემები არ უნდა არსებობდეს. როდის გამოჩნდება ქართული ღვინო და მინერალური წყლები რუსეთის დახლებზე. მეცხრე არხის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის დასმულ ამ შეკითხვას ზუსტად ერთ დღეში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი მოჰყვა. ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია. საკითხი, რომელიც სანიტარულ კონტროლს და ხარისხის შემოწმებას ეხება, პოლიტიკურად გადაწყვეტილია. ამ დარგის სპეციალისტი არ ვარ, თუმცა არასოდეს მსმენია, რომ აუცილებელია რაიმე სახის განსაკუთრებული კონტროლის შემოღება. გარდა ამისა, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, რომელსაც სხვათა შორის მხარი დაუჭირა საქართველომ, ჩვენ გვაქვს პროცედურები, რომელსაც ითვალისწინებს შეთანხმებები და ვალდებულებები. სერგეი ლავროვის პირველი მოადგილის განცხადებას წინ რუსეთის პრეზიდენტის შეფასება უძღოდა. ქართული ღვინო ხარისხიანია. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესები უნდა დავიცვათ. ღვინის სამშობლოზე სხვა ვერსიებიც არსებობს. რუსულ ბაზარზე შესასვლელად ქართველი ღვინის მწარმოებლები უკვე ემზადებიან.
ჩვენ მზად ვართ რუსეთის ბაზარის შესრულად. ყოველდღიური კავშირი გვაქვს და ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ასოციაციასთან. მზად ვართ რომ ნებისმიერი რუსული ექსპერტი მივიღოთ. ადგილზე გასაჯომოთ ჩვენი მდგომარეობა, ადგილზე ნახონ მოახდინონ დეგუსტაცია. ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ კონსულტაციები უკვე დაწყებულია და საკითხის ტექნიკური დეტალები ზუსტდება. ჩვენ ახლა გვაქვს კონსულტაციის რეჟიმი დარგთან და იმედი გვაქვს რომ მალე ტექნიკური საკითხებიც გადაწყდება ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად. რუსეთის ხელისუფლების აღიარებით ჩვენებას უწოდებს საგარეო უწყების განცხადებას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლადო პაპავა. მისი შეფასებით რუსეთი პოლიტიკურად ღია პარტნიორი არ არის და ხშირად ტექნიკური ხასიათის გადაწყვეტილებას იღებს. მათ პრაქტიკულად აღიარეს, რომ თურმე რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი არა მართლა ქართული პროდუქციის უხარისხობის გამო იღებდა ამ გადაწყვეტილებას, არამედ ამ მთავარი სანიტარული ექიმის გადაწყვეტილების უკან დგა რუსეთის ხელმძღვანელობა. ჩემი შეფასებით შედარებით გაუვადულდება ბორჯომს რუსულ ბაზარზე დაბრუნება, იმიტომ რომ ბორჯომზე ნოსტალგია საკმაოდ დიდია და ვფიქრობ, რომ სირთულეები ექნება ღვინოს. რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქცია ჯერ არ გამოჩენილა. ქართული მეწარმეები ტექნიკური საკითხების გადაწყვეტას ელოდებიან. პრეზიდენტის მუქარა მიხეილ სააკაშვილის საერთო სასამართლოს შესახებ კანონპროექტის შეცვლას მოითხოვს. სხვა შემთხვევაში კი ვეტოს გამოყენებას აპირებს. ქვეყნის პირველი პირის არგუმენტი ასეთია: არსებული პროექტი სასამართლოზე ხელისუფლების კონტროლს აძლიერებს. მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა გაუგებარია მთავრობისთვის, რადგან კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში იუსტიციის საბჭოში მთავრობისა და პარლამენტის წევრები აღარ იქნებიან. არსებობს თუ არა ვეტოს აცილების შანსი. თამთა ჯანაძე დეტალებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესის შეცვლას ქვეყნის პრეზიდენტი ეწინააღმდეგება. უწყებაში, რომელიც მოსამართლეებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს, პარლამენტისა და მთავრობის წევრების ნაცვლად სამეცნიერო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შევლენ. პრეზიდენტი ამბობს, რომ ცვლილებით სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება. ახლა არის საერთო სასამართლოების შესახებ კანონის შეტანილი, რომლის თანახმადაც იუსტიციის საბჭო და სასამართლო ხელისუფლება მთლიანად მოექცევა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ უკვე ფორმალურადაც. თუ კანონპროექტი დარჩება დღევანდელი სახით, მე გამოვიყენებ პრეზიდენტის ვეტოს უფლებას და ამ კანონპროექტს დავადებ ვეტოს. იმიტომ რომ ეს იქნება დამოუკიდებელი სასამართლოს ინსტიტუტის დასამარება ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს რეალობაში. ვეტოს არგუმენტი გაუგებარია იუსტიციის მინისტრის მოადგილისთვის. ალექსანდრე ბარამიძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტი სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენის შესუსტებას გულისხმობს. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ კანონპროექტის ის არის, რომ აღმასრულებლის კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე მართლმსაჯულების სისტემაზე მთლიანად აღმოიფხვრას, რაც შეეხება საკანონმდებლო ხელისუფლების კონტროლს მინიმუმამდე შემცირდა და ამის სანაცვლოდ გაიზარდოს საზოგადოების კონტროლი. კონკრეტულ არგუმენტებს არ ასახელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, თუმცა კანონპროექტში ისიც პრეზიდენტის მსგავსად სასამართლო დამოუკიდებლობის შეზღუდვას ხედავს. ამ დებულების კანონის სახით მიღება იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და სასამართლოს დამოუკიდებლობაში ინსტიტუციონალურ დამოუკიდებლობაში ჩარევა. კანონპროექტის შეცვლას არ აპირებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ვეტოს დადების შემთხვევაში კი მისი აცილების შესაძლებლობაზე საუბრობენ. დაადოს ვეტო და ის მიიღებს პასუხს დამოუკიდებელი პარლამენტისაგან. და როგორი იქნება ეს პასუხი? პასუხი იქნება სამართლებრივად გამართული და სწორი, ანუ პრეზიდენტის ხელმოწერას ფასი დაეკარგება. ეს როგორ? ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტის 90 წევრი დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი სასამართლო სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიურია. აღმასრულებელი ხელისუფლების არგუმენტის მოყვანა ჩემთვის განსაკუთრებით გაუგებარია, იმიტომ რომ აქამდე თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას ორი წარმომადგენელი ყავდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ახლა საერთოდ აღარ ეყოლება. თუმცა ახალგაზრდა იურისტებს აქვთ შენიშვნებიც. ისინი კანონპროექტის იმ ნაწილს არ იზიარებენ, რომელიც ცვლილებების ამოქმედებისთანავე იუსტიციის ამჟამინდელი საბჭოს დაშლას ითვალისწინებს. პარლამენტში კანონპროექტის მორიგი განხილვა იანვარში იგეგმება. ქუთაისში მომხდარი ინციდენტის გამო 6 ადამიანი დააჯარიმეს. საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც გამოძიების ვერსიით 19 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილსა და უმცირესობის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაადგილების საშუალება არ მისცეს. 6-ვე მათგანს 100 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. ახლა თორნიკე ხურციძეს ჩავთვალთ პირდაპირ ეთერში, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრებოდა. თორნიკე, აღიარებენ თუ არა დაჯარიმებულები ბრალს?
თავთა დაჯერიმებულები ბრალს არ აღიარებენ, თუმცა მიუხედავად ამისა, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მათ 100 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა. რაფაელ ლომთაძეს, გიორგი ვარდანიძეს, გიორგი ბოდოკიას, შოთა ჟღენს, ზაზა ადეიშვილსა და თამაზ მახარეიშვილს ბრალი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 166 მუხლით ედება. ცოტა ხნის წინ დასრულდა მათი სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ცნობილია, რომ დაჯერიმებულებს არ ყავდათ ადვოკატი და პროცესიდან გამოსვლის შემდეგ მედიისთვის მათ ვრცელი კომენტარები არ გაუკეთებიათ. გამოძიება მიმდინარეობს, ვინც კანონს ზღვარს გადააბიჯა, ყველა იქნება თავის დონეზე გასამართლებელი. რამდენი ადამიანი? მეც დავიკითხე, რა თქმა უნდა, როგორც მოწმეს სახით. всё, მეტისმის საერთო ჯამში რამდენი ადამიანი იყო? ნუ კიდევ მიმდინარეობს რა, ის შესწავლა მიდის 300-400 კაცი არის ლაბარაკი და ნუ შესწავლა მიმდინარეობს და დაკითხვით ზუსტად არ ვიცი რამდენი დაიკითხა. ქუთაისში პრეზიდენტის ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობაში. დღეს ჟურნალისტებისთვის სპეციალური ბრიფინგი დავით საგანელიძემ გამართა. საგანელიძე აკაკი მინაშვილის დასჯას მოითხოვს. მისი თქმით, ინციდენტში მინაშვილიც მონაწილეობდა და უფრო მეტიც ის აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. საგანელიძის საპასუხოდ ბრიფინგი გაიმართა ნაციონალურ მოძრაობაშიც. მიხეილ მაჭავარიანი უარყოფს აკაკი მინაშვილის ბრალეულობას და ამბობს, რომ აქციის ორგანიზატორი ქართული ოცნება იყო და სამართალდამცავ ორგანოებს სწორედ ორგანიზატორების დასჯისკენ მოუწოდებს. როგორც ის ხუთი ადამიანი უნდა დაისაჯოს, თუ კანონზე და წესრიგზეა საუბარი. ისევე უნდა დაისაჯოს ის ადამიანი, ვინც ეს გამოიწვია. და რა უფლება აქვს მას ის ხალხის სახელით ესაუბროს და დაჯდეს ახლა დარბაზში ჩემ გვერდზე კიდევ და კანონებზე მესაუბროს. და აი კანონების და მორალის კითხვა დაგვიწყოს აქ. ჩვენ ვითხოვთ, რომ კანონი აღსრულდეს. ორგანიზატორების მიმართ, ვინ მოიყვანა ეს ადამიანები იმ აქციაზე და მათ შორის უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალებებით და მეორე იქნება თუ არა პოლიციის მხრიდან რეაგირება იმ პოლიციელებზე, ვინც იყვნენ იქ და არაფერი არ გააკეთეს, რომ ეს არ მოხდა. ინციდენტი კი ქუთაისში 19 დეკემბერს მოხდა, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრებთან პარტიულ ოფისში შეხვედრას მართავდა. შენობის წინ ათობით ქუთაისელი შეიკრიბა, მათ პრეზიდენტ შენობიდან გამოსვლის საშუალება არ მისცეს, გზა გადაუკეტეს, მოგვიანებით კი პრეზიდენტის მანქანას ქვები დაუშინებს. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და საპარლამენტო უმცირესობის რამდენიმე წევრს შორის. გმადლობთ, თორნიკე, ეს იყო თორნიკე ხურციძე და პირდაპირ ჩართვა ქუთაისიდან. ქუთაის ჩვენ ოდნავ მოგვიანებით კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით, რამდენიმე წუთის წინ პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი დაამტკიცა. მოსალოდნელია თუ არა საქართველოში საპარლამენტო კრიზისი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ამ თემაზე პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ალაპარაკდნენ. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მთავრობის დათხოვნის არანაირი გეგმა არ აქვს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი მზად არის პრეზიდენტის სურვილის შემთხვევაში ხვალე ახალი არჩევნები დანიშნოს. უმცირესობა ივანიშვილის კომენტარს შეუსრულებელი დაპირებების გადაფარვის მცდელობა დაფასებს. პოლიტოლოგები კი პოლიტიკურ კრიზისს კატეგორიულად გამორიცხავენ. ბიძინა ივანიშვილი პირობასდებს, რომ პრეზიდენტის სურვილის შემთხვევაში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები განმეორებით გაიმართება. ნაციონალური მოძრაობა პრემიერ-მინისტრის განცხადებას საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს. უმრავლესობა კი ფიქრობს, რომ არჩევნების შემთხვევაში ოპონენტები პარლამენტს გარეთ დარჩებიან. ერთი წუთითაც რო დაუშვათ, რომ დღეს რო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს და გარწმუნდეთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ბარიერს ვერ გადალახავს. ეხლა ჩვენ მოსახლეობას აქვს მოლოდინი არა ახალი არჩევნების, არამედ რომ გამარჯვებულმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ შეასრულოს ის წინასაარჩევნო დაპირებები, ყველა დანარჩენი იქნება უბრალოდ მცდელობა, რომ თავარი საკითხიდან გადავიდეთ მეორე ხარისხოვან საკითხზე. პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ პრემიერი ხას უსვამს თავისი პოლიტიკური ძალის სიძლიერეს. ამბობენ, რომ განცხადება კიდევ ერთხელ ამტკიცებს კოჰაბიტაციის იდეის ჩავარდნას. რაკურსს დღეს ქართული ოცნება ატარებს, ეს არის სწორედ ხალხის მხარდაჭერით განპირობებული და ერთის მხრივ ხალხის შეკვეთა, მეგულისხმობა ამ შემთხვევაში სამართლის აღსრულების პროცესს, ხოლო მეორეს მხრივ
აჩვენოს თუ რამდენად დაბალია ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი და მხარდაჭერა დღეს. მიუხედავად სურვილისა, იგივე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და იგივე საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისა, რომ შემდგარიყო ეს თანაარსებობა, თქვათ, ამ ყოფილ ხელისუფლებასა და დღევანდელ ახალ ხელისუფლებას შორის, ბოლო დროინდელი განცხადების მიხედვით თუ მიჯერებთ, ძალიან გართულდა. იგივე პრეზიდენტის განცხადებას თუ გადავხედავთ, ძალიან დაიძაბა სიტუაცია. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის შემადგენლობა 2/3-ით არ განახორციელებს საკანონმდებლო პროცესს, პრეზიდენტი არა მარტო უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იქნება არჩევნები დანიშნოს. თუ ვთქვათ, როგორც ბატონმა ბიძინამ თქვა, ქართული ოცნება თავის მანდატებს დატოვებს, უარს იტყვის დეპუტატობაზე იტყვის. მაშინ შეიქმნება საპარლამენტო კრიზისი და პრეზიდენტი ვალდებული იქნება დანიშნოს ახალი არჩევნები. პარლამენტის დათხოვნის უფლება პრეზიდენტს 4 შემთხვევაში აქვს, როდესაც პარლამენტი ბიუჯეტს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში არ ამტკიცებს, ვერ ამტკიცებს მთავრობას. ცდილობს უნდობლობა გამოუცხადოს მას, ან უარს ამბობს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღებაზე. არსებობს გამონაკლისიც. პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს ვერ დაითხოვს პარლამენტის არჩევიდან 6 თვის განმავლობაში. პრეზიდენტის უბლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 6 თვის განმავლობაში, ან საგანგებო და საომარი ვითარების დროს. და ბლოკს ისევ დაკითხების თემით დავასრულებ. ზურა ადეიშვილი დღეს დაკითხვაზე იყო დაბარებული, თუმცა იუსტიციის ყოფილი მინისტრი შინაგან საქმეთა სამინისტროში არ მივიდა. სამართალდამცავებს ყოფილი მაღალჩინოსანი ქართულ ბანკის გაკოტრების საქმეზე უნდა დაეკითხათ. ღარიბაშვილის უწყების მტკიცებით ბანკის ლიკვიდაციის პროცესში ადეიშვილი პირადად იყო ჩართული. დაკითხვაზე არ მისვლის გამო ქვეყნიდან წასულ ყოფილ მაღალჩინოსანზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. სამართალდამცველებმა ოფიციალური უწყება ყვარელში, ზურაბ ადეიშვილის მშობლების საცხოვრებელ სახლში დღეს დილით მიიტანეს. იუსტიციის ყოფილი მინისტრი ბანკ ქართუს გაკოტრების ფაქტთან დაკავშირებით უნდა დაიკითხოს. ადეიშვილი დაკითხვაზე ამ დრომდე არ გამოცხადებულა. თუ პირი დაკითხვაზე არ ცხადდება, მას განმეორებით ეგზავნება უწყება. თუ მეორე შეტყობინების საფუძველზე არ გამოცხადდა სამართალდამცავ უწყებაში, მაშინ მისი იძულების წესით მიყვანა ხორციელდება, ან მასზე საერთაშორისო ძებნა ცხადდება. ოფიციალური ინფორმაციით ზურაბ ადეიშვილმა საქართველოს 3 ოქტომბერს დატოვა. ბოლოს ის ირაკლი ოქრუაშვილმა ავსტრიის დედაქალაქში ნახა. ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ადეიშვილის ახალ ადგილსამყოფელს ასაჯაროებს. მისი ინფორმაციით იუსტიციის ყოფილი მინისტრი კუბაში იმყოფება. ზურაბ ადეიშვილი იმყოფებოდა არჩევნების შემდეგ ავსტრიაში, კონკრეტულად ვენაში, მაგრამ მე ახლა ჩემი წყაროების მხრიდან მაქვს ინფორმაცია, რომ იგი ამ დღეებში აღარ არის უკვე ვენაში, არამედ არის გადაადგილებული და მიხსენეს ასევე ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ქვეყანა. რატომ ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაში? პასუხი ალბათ გასაგებია, იმიტომ რომ მსოფლიოში ცნობილი კრიმინალები ყოველთვის თავს აფარებენ ხოლმე ლათინური ამერიკის ამ ერთ-ერთ ასევე ცნობილ ქვეყანას. თბილისში არ იმყოფებიან ადეიშვილის ოჯახის წევრები. საბურთალოს ქუჩაზე მისი მეუღლის საცხოვრებელი სახლი რამდენიმე თვეა დაკეტილია. დიდი ხანია. დაახლოებით მაინც. არჩევნების შემდეგ თუ როგორ? კი, არჩევნებში არ დახია. ანუ რაც ადეიშვილი წავიდა, ეგეც არ გამოჩენილა რა? ახალი ჩანდა და ეხლა რა უნდა? აი, იმასი არაფერია, დაცვის პოლიცია იცავს. არჩენს. ზურაბ ადეიშვილი სექტემბრის შემდეგ არ უნახავთ ყვარელშიც. მის მშობლიურ სოფელში ადეიშვილის გაუჩინარების მიზეზებზე საუბარს გაურბიან. ბოლოს როდის ვნახეთ, აი ეს თელავში რომ მოხდა, ის რო დაისეთყვა ვენახები რაღაც, იმ დღისით მოვიდნენ და აქ ვნახეთ ბოლოს. აჟიაქ სკამზე იჯდა და ილაპარაკა. ეხლა ძებნაში არის ამობენ და რაღაცა ანუ არ თანამშრომლობს გამოძიებასთან არ მოდის რაღაცა პროკურატურაში როგორ აფასებთ ამ ფაქტს რო გონიათ რომ ზურაბთან რამე უსამართლო არ ვიცი რა ვიცი კი ტელევიზორში ლაპარაკობენ რას ლაპარაკობენ იმას ვისმენა სხვა არაფერი იუსტიციის ყოფილ მინისტრზე ძებნა არ გამოცხადებულა. ზურაბ ადეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმის სახით არის დაბარებული. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ადეიშვილს გენერალური პროკურატურა გაცილებით მძიმე დანაშაულში ამხელს. გამოშვებაში ახლა რეკლამის დრო, რამდენიმე წუთში დღის სხვა ახალი ამბებით ბრუნდებით. დროებით. შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები და ძალოვანი უწყებებისთვის ჩამოჭრილი თანხები. რა არის 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტი? ბევრი ისეთი ხარჯი, რომელიც ადრე არსებობდა ბიუჯეტში და გაურკვეველი იყო, არამიზნობრივი, ესეთი რაღაცები აღარ არის. 2013 წლის ბიუჯეტი ასახავს მთავრობის ახალ პრიორიტეტებს, რაც განსხვავებულია წინა მთავრობის პრიორიტეტებისგან.
სასწრაფო დახმარების ექიმების მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. ცენტრის ხელმძღვანელებმა თანამდებობები დატოვეს. ჩვენ დავწერეთ განცხადება, მივდივართ, ჩვენი ნებაყოფლობითი სურვილია. ჩვენთვის ექიმებისათვის პრინციპულად არაფერი შეიცვლება, თუ სამუშაო პირობები არ გაუმჯობეს და დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში. 2013 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. სოციალური შეღავათები, ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა, ასეთია ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტები. შარშანდელთან შედარებით დაფინანსება მკვეთრად შეუმცირდა ძალოვან უწყებებს. იკვეცება ასევე ადმინისტრაციული ხარჯებიც. პრიორიტეტები უცვლელი რჩება. 8 მილიარდიან ბიუჯეტში ხარჯების ყველაზე დიდი წილი მოქალაქეთა სოციალურ დაცვაზე გაიწერება. შრომის ჯანდაცვისა და სოციალურყოფის სამინისტრო პროგრამებისთვის 2 მილიარდ 345 მილიონ ლარს მიიღებს. მოსახლეს არ იქნება იმის პრობლემა, რომ მივიდეს ექიმთან, მოხდეს მისი დიაგნოზირება, მისი გამოკვლევა და ჩაუტარდეს ესა თუ ის ოპერაცია და არ იქნება დამოკიდებული რაღაც დამატებითი რესურსების მობილიზაციის მიმართულებით. დევნილთა დასახმარებლად ბიუჯეტი 48 მილიონ ლარს დახარჯავს. უცხოური პროექტების გათვალისწინებით 251 მილიონ ლარამდე იზრდება სოფლის მეურნეობის განვითარების ბიუჯეტი, რასაც მილიარდიანი ფონდიც ემატება. ლაბორატორია სოფლების საგრებულოების დონეზე ახალი საწარმოების შექმნას, ყველა იმ მცირე გადამამუშავებელი საწარმოების ახალისება რეგიონებში, რომელიც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ხალხისათვის, რათა ამ ადამიანებმა უშუალოდ იგრძნონ შესაბამისი ბიუჯეტის სიკეთე. გამოთავისუფლებული ადმინისტრაციული ხარჯების ფონზე წინა წელთან შედარებით დამატებით 45 მილიონ ლარს მიიღებს განათლების სამინისტროს. 670 მილიონიანი ბიუჯეტის ხარჯების ძირითადი ნაწილი პედაგოგთა შრომითი ანაზღაურების გაზრდაზე, საგანმანათლებლო პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული ბაზის რეაბილიტაციის დაფინანსებაზე გაიწერა. სწავლის დაფინანსებას და შრომის პედაგოგთა შრომის ანაზღაურებაც წარმოადგენს პრიორიტეტს და ამაზე აქტიურად ვიმუშავეთ, მუშაობთ და გავაგრძელებთ კიდევაც მუშაობას და პროგრესი შეინიშნება და ბიუჯეტის ადეკვატურობა შეინიშნება ამ მიმართულებით. გაზრდილ ბიუჯეტში სოციალურ პრიორიტეტებს ანალიტიკოსები დადებითად აფასებენ. ბოსტონ სხვა ხარჯების მუხში მილიარდიანი ფონდის მიზნობრივად გაწერაც. აქვს შენიშვნებიც. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არის ნაკლებად დეტალიზებული 2012 წლის პროგრამულ ბიუჯეტთან შედარებით. მე შემიძლია მოგიყვანოთ მაგალითად ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის მაგალითი, რომელსაც 2012 წლის ბიუჯეტში ჰქონდა 3 ინდიკატორი შეფასების, ამ მოსალოდნელი შედეგი და ამ შედეგის შეფასების 3 ინდიკატორი. მაშინ როცა 2013 წლის ბიუჯეტში არის ერთი ინდიკატორი შეფასების და ერთი მოსალოდნელი შედეგი და ისიც გაცილებით უფრო ნაკლებად შინაარსიანი და გაცილებით უფრო ზოგადი, ვიდრე წინა წლის იმავე პროგრამის მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორების შეფასების. მსხვილი საინვესტიციო პროექტებისთვის დამატებით 184 მილიონ ლარს მიიღებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. 901 მილიონიან ფონდს დავით ნარმანიას უწყება დეტალურად გაწერილი გეგმის მიხედვით გზებისა და სხვა საკომუნიკაციო სისტემების რეაბილიტაციაზე გახარჯავს. 2013 წლის საბიუჯეტო პროექტს დღეს საპარლამენტო უმცირესობა გამოეხმაურა ის ძალა, რომელმაც საპარლამენტო განხილვებისას პრაქტიკულად მონაწილეობა არ მიიღო ბიუჯეტის კანონის დამტკიცებაში. ჩვენი აზრით ეს ბიუჯეტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ამას ყველა ეკონომიკური ექსპერტი აღნიშნავს და გამოქვეყნდა რამოდენიმე დოკუმენტი ამ ბიუჯეტთან დაკავშირებით. ჩვენი აზრით ამ ბიუჯეტში არის ჯერესეთი ბონომდე არ არის ნათელი და ხარჯები და შემდეგ არის ისეთი ხარჯები, რომელიც ქვეყანას არ დაასაქმებს, არ შექმნის სამუშაო ადგილებს, ის სოციალური ხარჯები, რომელიც გაზრდილია, კი ჩვენ ვფიქრობთ, რომ დამატებით ტვირთად დააწვება და არ ექნება ისეთი ეფექტი, რომელსაც ელის ჩვენი მოსახლეობა. ცხადია, ესე არ ფიქრობს ახალი მთავრობა. მათი განმარტებით ეკონომიკური ზრდის ტემპი იქნება 7%-იან ნიშნულზე შენარჩუნებული, მნიშვნელოვნად გაიზრდება მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელიც. დამატებით კი გეტყვით, რომ ის პრიორიტეტული მუხლები, რომელშიც ბიუჯეტში სოციალური კუთხით გადანაწილდა, ნაწილობრივ მოხდა ძალოვანი უწყებების ბიუჯეტის შემცირების ფონზე. ასე მაგალითად 660 მილიონით განისაზღვრა თავდაცვის უწყების ბიუჯეტი, მაშინ როდესაც 2012 წელს ეს პარამეტრი გახდა 711
11 მილიონი. შედარებით კიდევ უფრო უმნიშვნელო, მაგრამ მაინც საბიუჯეტო შემცირება შეეხო შინაგან საქმეთა სამინისტროს 570 მილიონი ლარით განისაზღვრა მისი ბიუჯეტი, როდესაც შარჩან 578 მილიონი ლარი იყო ამ უწყების ბიუჯეტი. ამის და მიუხედავად ამ უწყების მინისტრებს არაერთხელ განუმარტავთ ის, რომ ქვეყნის თავდაცუნარიანობა და საზოგადოებრივი მარწესრიგი ქვეყანაში საფრთხის ქვეშ არ დგას და ამ კუთხით ჩვენი მოქალაქეები დაცულები იქნებიან. 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ბექა ბარამიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში და კიდევ ერთი დამტკიცებული პროექტი 80 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი რამდენიმე წუთის წინ პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო. ამნისტია გავრცელდება საქართველოში მყოფ ყველა მსჯავრდებულზე, სულ საუბარია დაახლოებით 16000-მდე პირზე. ახლა მირიან გორგოძეს ჩავთავთ ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში. მირიან, რა ხდებოდა კენჭისყრის დროს და მოხდა თუ არა უკვე დამტკიცებულ კანონში სადაო მუხლები? დიახ, ამნისტიის კანონპროექტი უკვე მესამე მოსმენით საბოლოოდ დამტკიცებულია. მე შეგახსენებთ, რომ ამ კანონპროექტის განხილვა საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა წინა დღეების განმავლობაში საქართველოს პარლამენტში და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმ ფაქტს, რომ დღეს მეორე მოსმენით მსჯელობდნენ მე-11, მე-5, მე-8 და მე-16 მუხლების ირგვლივ და სწორედ ამ უკანასკნელმა მუხლმა გამოიწვია გარკვეული ათწლთა სხვადასხვაობა დეპუტატებში, თუმცა უკვე საბოლოოდ მესამე მოსმენით კენჭისყრისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად 88-0-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს ამ კანონპროექტს. რაც შეეხება თავად ამნისტიის კანონპროექტის მთავარ პრინციპებს, ამნისტია შეეხება არასრულწლოვნებს, გათავისუფლებიან არასრულწლოვნები, ვინც პირველად ჩაიდინა დანაშაული, ასევე ამნისტია შეეხება არასრულწლოვნებს, რომელსაც მძიმე კატეგორიით აქვს და ჩადენილი დანაშაული, მათ გაუნახებდებათ სასჯელი, ასევე სასჯელი გაუნახებდებათ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ ქალებს, ქალდამნაშავეებს, ასევე გათავისუფლებიან ასევე ამნისტია შეეხება პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მქონე ადამიანებს. კანონპროექტის ინიციატორი ეკა ბესელია ჟურნალისტებთან საუბარში კმაყოფილებას ღიად გამოხატავდა იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. საქართველოს საპატიმროებში არ დარჩება არც ერთი პატიმარი, რომელსაც ეს ამნისტია რაღაც დოზით არ შეეხება. არც ერთი პატიმარი. ეს არის ის უნიკალური შემთხვევა, როდესაც ჩვენ უსამართლობის განცდას არ დავტოვებთ. რაც შეეხება უკვე ვადებს, კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ უკვე 2 თვის ვადაში საპრობილე უნდა დატოვონ იმ პირებმა, ვისაც ამნისტია შეეხებათ, ხოლო 1 კვირის ვადაში კი საპრობილეს დატოვებენ ის ადამიანები, ვინც პოლიტიკური პარტიის სტატუსით სარგებლობენ. საერთო პროგნოზით ამნისტიის შედეგად საპრობილეს დატოვებს მიახლოებით 3000-მდე მსჯავრდებული და საერთო ჯამში ამნისტია შეეხება საქართველოში მყოფ 16000-მდე მსჯავრდებულს. მადლობა მირიან, ეს იყო პირდაპირ ჩართვა ქუთაისიდან, სადაც ცოტა ხნის წინ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცეს. დაგვიანებული პროტესტი, ბანკირები მიღებულ და უკვე გაუქმებულ კანონს 1 წლის შემდეგ გმობენ. საუბარია 2011 წლის ბოლოს დაამტკიცებულ ცვლილებებზე, რომელთაც ცეცხლის გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკი დატვირთულ ქონებას ბანკის ნაცვლად ახსრულების ბიურო ისაკუთრებდა. ამ ცვლილებებით მაშინ ყველაზე მეტად ქართული მიზარალა. ბანკირების დღევანდელ განცხადებას ეკონომისტებმა ძველ მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესმენების მიმართვა უწოდეს. განცხადებას, რომელსაც თქვენ კადრში ხედავთ, 12 კომერციული ბანკი აწერს ხელს. საქართველოს ბანკი, TBC, პროკრედიტ ბანკი, ლიბერთი ბანკი, რესპუბლიკა და კიდევ 7 ბანკი ერთდროულად გმობს 2011 წელს საახსრულებო წარმოების შესახებ კანონსა და საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებს. ხსენებულმა საკანონმდებლო ცვლილებამ საფრთხე შეუქმნა როგორც ფინანსური სექტორის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობას. ვსურს განვაცხადოთ, რომ დაუშვებლად მიგვაჩნია ნებისმიერი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მიზნად ისახავს კომერციული სტრუქტურისადმი ზიანის მიყენებას. მაშინ, როდესაც სწორედ სახელმწიფო უნდა იყოს კერძო სექტორის ხელშეუხებლობისა და განვითარების მთავარი გარანტი. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად კომერციულ ბანკებს პირველადი იპოთეკარის უფლება შეეზღუდათ. აღნიშნული ცვლილებების გამო კონკრეტულად ერთმა ბანკმა ქართუმ 170 მილიონი ლარი იზარალა. სამწუხაროა, რომ საკეულმა ერთეულებმა, სახელმწიფო სტრუქტურების ერთეულებმა გამოიყენეს ეწოლის სახით ქართულ ბანკზე ეს საკანონმდებლო ცვლილება და შედეგი მივიღეთ ის, რომ მხოლოდ ერთი ბანკი დაზარალდა ამ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად. 2011 წელს პროკრედიტ ბანკმა მიმართა საქართველოს მთავრობას და დაგმო საკანონმდებლო ცვლილება. ბანკმა ასევე საქმის კურსში ჩააყენა უცხოელი პარტნიორები და აქციონერები. ამდენი ძალისხმევის შემდეგ ბედნიერები ვიყავით, რამდენიმე თვეში კანონმა პირვანდელი სახე რომ დაიბრუნა.
საახსრულებო წარმოების შესახებ კანონის 50 მუხლი და საგადასახადო კოდექსის 239 მუხლის მე-6 ნაწილი 2012 წლის მარტში კვლავ შეიცვალა, რის შედეგადაც კომერციულ ბანკებს პირველადი იპოთეკარის უფლება კვლავ აღუდგათ. იმიტომ რომ ახალი ფაქტები გახდა ცნობილი გამოძიების შედეგად და მეორეს ერთი, იმიტომ რომ ვთქვათ, ვინაიდან საბანკო ასოციაცია ზოგადად უფრო აქტიური უნდა გახდეს და მისი მეშვეობით, ასე ვთქვათ, ბანკები ზოგადად, ალბათ ლოგიკურია, რომ ჯერ აი ამ, ასე ვთქვათ, ფაქტზე ეხლა მაინც მოგვეხდინა რეაგირება. საკანონმდებლო ცვლილებებს დადებითად აფასებს საბანკო ექსპერტი ლია ელიავა. ფიქრობს, რომ კომერციული ბანკების განცხადება 2011 წელს მიმდინარე მოვლენებზე დაგვიანებულია. საბანკო სექტორი იმყოფებოდა უკანასკნელი 5-6 წლის განმავლობაში ძალიან სერიოზული სახელმწიფო წნეხის ქვეშ, დაშინების ქვეშ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, თითისქნევით ესაუბრებოდა მათი ზედამხედველი კომერციულ ბანკებს, ამიტომაც მათ სურვილის არსებობის შემთხვევაშიც კი ასეთ განცხადებას ვერ გააკეთებდნენ. ეს არის საკუთარი თავის გადარჩენის ინსტინქტი. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი ქართულ ბანკის გარდა არც ერთ სხვა ბანკს არ მიუღია. ქართულ ბანკის გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი დღეს გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს. ექიმების პროტესტმა გაჭრა თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურს მალე ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. გიორგი თოდუა და მისი მოადგილე თანამშრომლების პროტესტის შემდეგ გადადგნენ. მედიკოსები ძველ მენეჯმენტს თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ. ვითხოვთ ჩვენი ადმინისტრაციის დაუყოვნებლივ შეცვლას და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ კონსულტაციებს ახალ ადმინისტრაციასთან. მოთხოვნიდან რამდენიმე საათში სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორმა და მისმა მოადგილემ გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერეს. ისინი კამერებთან ღიად საუბარს ერიდებიან. ჩვენ დავწერეთ განცხადება, მივდივართ, ეს ჩვენი ნებაყოფლობითი სურვილია. აღარ გვინდა მუშაობა და მივდივართ, ვინ აკრძალულია? ექიმების მოთხოვნა მიქონია თქვენზე გავლენა? იყო იქაც იყო. არ იქონია ნამდვილად, იმიტომ რომ ეს განცხადება მქონდა დაწერილი 30 ნოემბერსვე, მაგრამ მაშინ არ დააკმაყოფილა ბატონმა გიან ჩემი მოთხოვნა, გავაგრძელებთ მუშაობას, დღეს დააკმაყოფილა. სასწრაფოს ექიმებს მხოლოდ დირექტორისა და მისი მოადგილის გადადგომა არ აკმაყოფილებთ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აი ეს არის ჩვენი პირობები და ეს არის საუკეთესო პირობები, რაც სასწრაფოში არის. დამერწმუნეთ ამაზე ბევრად უფრო ცუდ პირობებში გვიწევს მუშაობა. მაშინ, როდესაც ჩვენი ადმინისტრაცია თქვენთანაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ რა პირობებში მოღვაწეობს. ჩვენთვის ექიმებისათვის პრინციპულად არაფერი შეიცვლება, თუ სამუშაო პირობები არ გაუმჯობესდა, ხელფასები არ მოგვემა და როგორც იცით, სოციალური ფონი ისეთია, რომ გამოძახებები არის საკმაოდ ბევრი და ამას ვერ ავდივართ ექიმები. გამომდინარე იქიდან, რომ მანქანები ცოტა. 113-ში თანხის არამიზნობრივად ხარჯვაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრში. საინფორმაციო სააგენტო Info9-ის დოკუმენტი მოიპოვა, რომელშიც ცენტრის დირექტორისა და მისი მოადგილეებისთვის პრემიის სახით დარიცხული თანხაა მოცემული. გიორგი თოდუა პრემიის სახით 1 წლის განმავლობაში ვაკონკრეტებ იღებდა 1600 ლარს. ქალბატონი რუსუდან ბერიაშვილი იღებდა 1200 ლარს და ბადრი გვარამია იღებდა 800 ლარს. საკმაოდ სოლიდური თანხა 1 წლის განმავლობაში და ეს რო სხვა რამეს მოხმარებოდა და იმ ექიმების პრეტენზიებს მოხმარებოდა და ელემენტარული პირობების დაკმაყოფილებას მე მგონი უკეთესი იქნებოდა. ექიმებს მხარდაჭერა საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნება თბილისელებმა გამოუცხადეს. ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა ალტერნატიული ჯგუფი, სადაც ექიმებისთვის ინფორმირებულიც კი არ ყოფილან, ექიმები აღნიშნული შეხვედრის შესახებ არათუ ესწრებოდნენ და ჩართული იყვნენ. მეცხრე არხი მერიასაც დაუკავშირდა, მაგრამ მამუკა ქაცარავამ კომენტარზე უარი გვითხრა. მერიის პრესსამსახურის თქმით, ქაცარავას სასწრაფო დახმარების ექიმებთან შეხვედრა მომავალ კვირაში აქვს დაგეგმილი. და ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი ციხის სკანდალთან დაკავშირებული საქმე გახსნილია. საქმეში ზურა ადეიშვილი ფიგურირებს. ცოტა ხნის წინ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი დასრულდა. საუბარია 2012 წლის 18 სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო მასალასა და ოფიციალურ განცხადებაზე, რომლის მიხედვით სასჯელ აღსრულების მერვე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგი ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი პატიმარ თამაზაშვილის დაკვეთით და წინასწარ
შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ. პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ცნობილი გახდა, რომ 3 თვის წინ იუსტიციის მინისტრისთვის ზურა ადეიშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ ბედუკაძემ პატიმართა ცემის ამსახველი კადრები ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაიტანა. მოსალოდნელი საფრთხის აცილების მიზნით კი ადეიშვილმა დავით ჭაკუასთან ერთად სპეციალური დანაშაულებრივი გეგმა შეიმუშავა. შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ განცხადება, რომელიც ცოტა ხნის წინ პროკურატურაში გაკეთდა. რეალურად აღნიშნული არის სიყალბე, ვინაიდან სინამდვილეში მოხდა შემდეგი. 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში საქართველოს იუსტიციის იმდროინდელი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისათვის ცნობილი გახდა, რომ საჯარო აღსრულების დეპარტამენტის მერვე დაწესებულების ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი კადრები გაიტანა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც გეგმავდა მათ დემონსტრირებას ევროპელი უფლებადამცველებისა და მედიის წინაშე. მოსალოდნელი პოლიტიკური სკანდალის თავიდან აცილების მიზნით ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტა დაესწრო მოვლენებისთვის და საჯარო აღსრულების დეპარტამენტის იმჟამინდელ ხელმძღვანელთან დავით ჭაკუასთან ერთად შეიმუშავა სპეციალური დანაშაულებრივი გეგმა, რომლის თანახმად მერვე იზოლატორის თანამშრომლებს, კერძოდ კი ვლადიმერ ბედუკაძესთან დაახლოებულ პირებს, ლევან ხალაძეს და ბორის ფარულავას, მეტსახელად ბასტის და ბუბუს, ციხეში უნდა ეცემათ და ეწამებინათ პატიმრები. ყოველივე ამის ამსახველი კადრები კი, რომელსაც ფარულად ჩაიწერდნენ საზოგადოებისათვის იმდროინდელი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების ქართული ოცნების შეკვეთად წარედგინათ. დავით ჭაკუამ თავის მხრივ დაიყოლია ამავე დაწესებულების თანამშრომელი ლევან ფურცხვანიძე, რომელმაც 2012 წლის 18 სექტემბერს გამთენიისას მოახერხა ხალაძის და ფარულავას დანაშაულზე პროვოცირება. ფარულად გადაიღო მათ მიერ პატიმართა ცემისა და წამების კადრები და საჯაროდ განაცხადა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ვლადიმერ ბედუკაძის მეშვეობით 40,000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ შეუკვეთეს ციხეში პატიმრების ცემა და წამება. ბელადეს დაბრუნება ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში სტალინის ძეგლი კუთვნილ ადგილზე დააბრუნეს. მოსახლეობამ სოფლიდან მოპარული მონუმენტი საკუთარი სახსრებით აღადგინა მისი ძველ ადგილზე, დადგმა კი საიუბილეო თარიღს დაამთხვია. ადგილობრივი გამგეობის გადაწყვეტილებით ბელადის ძეგლი მალე გორშის გამოჩნდება. ძეგლი აიღეს, არ გადაყარეს. ვაჟასთან იყო ეს შენახული, მაგრამ ჩვენებმა მაინც ითავეს, რომ დადგეს მეც ვარ გახარებული. ბელაძე ლექსებით წაიკითხეს და საგანგებოდ აღდგენილი სამამულო ომის მემორიალიც ყვავილებით შეამგეს. ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში თუშებმა 1 წლის წინ სოფლის ცენტრიდან მოპარული სტალინის ძეგლი საკუთარი სახსრებით აღადგინეს და თავის ადგილას დააბრუნეს. სტალინის დაბადების დღეზე ადგილობრივებმა სოფელში სტუმრები თბილისიდანაც მიიწვიეს. კიროსი დარიოსი, მაკედონელი, ნაპოლეონი იმ 4 ადამიანმა სოფლიოს სინამდვილეში ვერ გააკეთა ის, რაც სტალინმა გააკეთა. რომ არა ამისი სიმტკიცე და რკინისებური დისციპლინა წარმოიდგინე მარტო საბჭოთა კავშირს კი არა, მთელ ევროპას საფრთხე ემუქრებოდა და წარმოიდგინე თვით ამერიკასაც კი. ეს არ მიაწერონ ახალ ხელისუფლებას, რომ აი ისინი სტალინური მოძრაობის აღორძინებით იწყებენ ცხოვრებას. არა, მეგობრებო, ჩვენ სტალინური ცხოვრების აღორძინებით კი არ ვიწყებთ, არამედ თავისუფლების გამოხატვით ვიწყებთ. ბელადის მონუმენტის ზემო ალვანში დაბრუნება მიუღებელი აღმოჩნდა ახმეტის გამგეობისთვის. მათი თქმით, მოსახლეობამ კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა და სტალინის ძეგლი სოფლის ცენტრში მათთან შეუთანხმებლად დააბრუნა. საპირისპირო აზრი აქვს ზემო ალვანში ჩასული პოლიტიკოსების ნაწილს. ყველასთან შეუთანხმებლად აიღეს და დადგეს ძეგლი გამოიტანეს და დაიწყეს დარგის დადგმა. ეს იყო სააკაშვილის ფსიქოზის ერთ-ერთი გამოხატულება, ძეგლს მებრძოლობა და ჩვენ გვახსოვს, რომ არა მარტო სტალინის ძეგლები იქნა დახსნილი ამ პერიოდში, მისი მმართველობის პერიოდში, დავით აღმაშენებლის ძეგლები და ილიას ძეგლები მოიხსნა. ახმეტისგან განსხვავებით სტალინის ძეგლის ადგილმდებარეობაზე თავად იზრუნა ადგილობრივმა ხელისუფლებამ გორში. 2013 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯის შესაბამისად ბელადის მონუმენტი მისივე სახელობის მუზეუმში განთავსდება. გათვალისწინებულია სტალინის ძეგლის მონტაჟზე 25,000 ლარი 2013 წლის ბიუჯეტში. დაიდგმება ალბათ მუზეუმთან. ის ძეგლი, რომელიც იდგა იქ გამგეობის წინ, უნდა დაიდგეს ისევ იქ გამგეობის წინ და ბოდიში უნდა მოიხადოს იმ ხალხმა, ვინც ხელი ახლოთ. სტალინის დაბადების 133 წლისთავი გორში ტრადიციულად აღინიშნა. პორტრეტებით და კომუნისტური პარტიის დროშებით სტალინელებმა ბელადი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
თბილისში დღეს შედარებით გამოვიდა, რომ ნახოთ როგორი ამედია მოსალოდნელი ხვალ დედაქალაქსა და მთელ საქართველოში. სამყაროს აღსასრულის დღეს საბაგიროთი თბილისში არავინ სარგებლობდა. არც მოლარეიჯდა საკუთარ სამუშაო ოთახში და ცარიელი კაბინების კარებებიც უცნაურად იღებოდა და იხურებოდა. დიდხანს ვფიქრობდით, ჩამსხდარიყავით თუ არა კაბინაში. ბოლოს გავრისკეთ. თქვენ რომ ახლა ჩემი ოპერატორის სახე დაგანახათ, დაიჯერებდით რომ დღეს სამყაროს დასასრულია. მას სიმაღლის ისე ეშინია, რომ მისთვის ნამდვილად დასრულდა დღეს სამყარო. საბაგიროდან მშვიდობიანად დავეშვით და სიუჟეტის მომზადება განვაგრძეთ. უკვე დღის 3 საათია და აღსასრულამდე რამდენიმე საათიღა გრჩება. სამყაროს ბოლოს დღეს გადავწყვიტე ჩემ ოპერატორს სიმაღლის შიში დავაძლევინო. მე კი მშობლიურ ქალაქს ძველი ციხის კედლებიდან დავემშვიდობო. მეცნიერთა ნაწილმა სამყაროს დასასრულის დღე მაიას ტომს დაუკავშირა. სწორედ 21 დეკემბერს მთავრდება მაიას კალენდარი. მეცნიერთა მეორე ნაწილი გვამშვიდებს და ამბობს, რომ 22 დეკემბერიც ისევე მშვიდობიანად გათენდება, როგორც სხვა დღეები. განსხვავება მხოლოდ ღამის ხანგრძლივობაში იქნება. 22 დეკემბრის ღამე წლის ღამეებს შორის ყველაზე გრძელი იქნება. იქ სადაც პატარა დემეტრე და ნიკოლოზი დაიბადნენ, სამყაროს აღსასრულის შესახებ მეცნიერთა ვარაუდები არ აინტერესებდათ. ნიკოლოზი მინდა იყოს პირველ რიგში ჯანმრთელი, ბედნიერი, წარმატებული და ქვეყნისთვის სასახელო ვაჟკაცი გაზრდილიყოს. და ახლა ეკაბერძის მთავარი კითხვის ანონსი, ვინ იქნებიან გადაცემის სტუმრები, ამას ეკა თავად გვეტყვის ეკა საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა თამთამივე სალმები მაყურებელს. ერთი მხრივ სამართალი, მეორე მხრივ ქვეყნის იმიჯი და საერთაშორისო კონიუნქტურა. შეხება თუ არა კანონი თანაბრად ხელისუფლების ყველა რგოლს პრეზიდენტის ჩათვლით. მთავარ კითხვას თეა წულუკიანი უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში პოლიტიკური პროცესების შესახებ ბექა ნაცრუშულთან ვისაუბრებთ. მადლობა ეკა, ეკაბერძის მთავარი კითხვის ანონსი დაელოდეთ, ვისგან საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე დაიწყება. ასეთი იყო დღის მთავარი თემები საღამოს 9 საათისთვის. მე ორშაბათამდე გემშვიდობებით, მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური კი მუშაობას ხვალ დიდ დანაკარგებს.